ხმაურიანი პროცესი მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში. 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ზაქრო ალბუთაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებდა, თუმცა რამდენიმე წუთის წინ უარი თქვა. მეტიც სინდისის პატიმარმა შიმშილობა დაანონსა ელენე ხოშტარიას გათავისუფლების მოთხოვნით. სასამართლომ 7 პირის განაჩენი წუთი წუთზე უნდა გამოაცხადოს. დია ბაძაღუა მუშაობს საქალაქოში, რომელიც დეტალებით უერთდება ფორმულას ეთერს. დია გისმენთ. თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში გავიდა მოსამართლე გიორგი გელაშვილის სათათბიროდ და სავარაუდოდ სულ მალე გახდება განაჩენი ცნობილი 7 პირთან მიმართებით. ესენი არიან გიორგი ჩახუნაშვილი, ია დარახველი და დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, დავით სტურუა და ზაქრო ალბუთაშვილი. საკმაოდ ემოციური იყო დღევანდელი პროცესი, რადგან ცნობილი იყო უკვე ჩვენთვის პროკურორმა ისაუბრა ხტომის დაწყებამდე მედიასთან, რომ ზაქრო ალბუთაშვილს, რომელმაც წინას ხტომაზე გამოთქვა სურვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმების, პროკურატურა უფორმებდა მას საპროცესოს იგივე პირობებით, როგორც ეს გაუფორმეს სხვა ადამიანებს. ეს იყო 3 წლიანი პირობითი მსჯავრი, რის შემდეგაც ის დარბაზიდან გათავისუფლდებოდა, თუმცა ხტომის დაწყებისას სწორედ ზაქრო ალბუთაშვილი იყო პირველი, ვინც საბოლოო სიტყვით ისარგებლა და მიმართა მოსამართლეს. მან თქვა, რომ მას არ შეუძლია აღიაროს ის, რაც არ ჩაუდენია. მან ასევე აღნიშნა ეს, რომ მიუხედავად მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვერ აღიარებს იმას, რაც არ გაუკეთებია და მან თქვა, რომ ქართულმა ოცნებამ მას დაუტოვა ორი გზა, ეს არის აღიაროს ის, რაც არ ჩაუდენია, ან სავალალოდ შესაძლოა, რომ დასრულდეს მისი ციხეში ყოფნა. სწორედ ეს აღნიშნა მან. გარდა ამისა, სხვა ბრალდებულებმაც მიმართეს მოსამართლეს, მათ აღნიშნეს ის, რომ არ შეუძლიათ იმის აღიარება, როგორც გითხარით, რაც არ ჩაუდენიათ, ისინი ბრალს არ აღიარებენ. ემოციური იყო მათი სიტყვები და თქვენ შეგიძლიათ, რომ ფრაგმენტები მათი საბოლოო სიტყვიდან პირდაპირ ეთერში მოისმინოთ. Ammeçeleri kurtarmama hayalisiyle Avrupa Cemurnavarza olursa Angafri Avrupa Morozolu Mali Avrupa Çağrı ve öyle Avrupa Çağrı za Mevcut olursa Çağrı Tabii ki Avrupa Polisiya ve Avrupa Sağ Kebirler Avrupa Ayam Sofina Research Şirobas Sanabis Şöyle diyoruz, bu arkadaşlık gömülü, Udana Şavlu, Olimpiyatun, Mativar, Arbato, Elene Kostariya, Algar Havuzlu'da Mativar. Bu arkadaşlıkta bu bir çıkış. Udana Şavlu, ama maaşlar bu yüzden aslında böyle I am in the system. ჩვენ როგორც გითხარით, ვიმყოფებით თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოსამართლე არის სათათბიროდ გასული და უნდა გამოაცხადოს საბოლოო განაჩენი. რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს გეტყვით ბრალდებულების საბოლოო სიტყვებიდან. ზაქრო ალბუთაშვილმა თქვა ის, რომ ის ამ წუთიდან იწყებს შიმშილობას ელენე ხოშტარიას გათავისუფლების მოთხოვნით. რაც შეეხება კონსტანტინე კოკაიას, მან პროკურორს მიმართა და თქვა ის, რომ ეხებიან ოჯახს. რა იგულისხმება კონკრეტულად ამაში ჩვენ
ჩვენთვის არის უცნობი და ვეცდებით რომ მხარეებს გავესაუბროთ ამასთან დაკავშირებით ხომ არ ჰქონდა რაიმე ტიპის ზეწოლას ბრალდებულთა ოჯახის წევრების მიმართ და ხომ არ სთხოვდნენ აღიარებით ჩვენებას ბრალდებულებსა და მათ ოჯახის წევრებს როგორც იცით 7 ბრალდებული არის ამ ეპიზოდზე მათგან 2 გოგი ჩახუნაშვილი და ია დარახველიძე იმყოფებიან გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაზე ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი იმყოფება ამ წუთებში სხდომათა დარბაზში და გამომტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში სავარაუდოდ მას დარბაზშივე დააკავებენ რაც შეეხება ია დარახველიძეს ის პროცესს არესტრება ჩვენ სხდომის დაწყებამდე გქონდა საშუალება რომ გავსაუბრებოდით ადვოკატებსა და პროკურორს ასევე თავად გოგი ჩახუნაშვილს და მისი პოზიციაც არის უცვლელი რომ ის ბრალს არ აღიარებს და მზად არის ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის საკროალ გუთაშვილთან დასრულებულია საკუთარ შეთანხმების თავებაზე მოლაპარაკება, მას გაუფორმდება საპროცესო შეთანხმება, რაც შეეხება სხვა პირებს არავის არ მოუმართავს ჩვენთვის. დღეს მაღალი ალბათობით გამოცხადდება განაჩენი თუ სასამართლო არ გავიდა სამართლო ოთახში განაჩენის გამოსაყენად. სახელმწიფო ბრალდება ითხოვს გამომტყუნებელ განაჩენს ყველა პირის მიმართ, რომელიც მოსამართლოს საქმეში არის დარჩენილი. როგორც სხვა პირებს გაუფორმდათ 3 წელი პირობით. კონსტანტინე გოგაიამ უარი განაცხადა საპროცესო შეთანხმებაზე, ის არ იცვლის თავის პოზიციას და არ აღიარებს იმ ბრალდებას, რომელიც რეალურად არ განუხორციელებია. რაც შეეხება მოლოდინს ჩვენ დღეს უკვე ველოდებით განაჩენს, საბოლოო განაჩენს კონსტანტინე გოგაიას შემთხვევაში და ამ განაჩენის მიხედვით ბუნებრივია მოლოდინი გვაქვს გამომტყუნებელი განაჩენის, თუმცა ფაქტი იქნება ის, რომ ადამიანი გადაადგილების გამო, რომელიც ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა, რამდენიმე წელი მოუწევს რომ იყოს პატიმრობაში. პირველი, საპროცესო არ იქნება, გამორიცხულია. კითხვა მეორე, უნდა გამოვიდე მე აქამდე, ესე იგი 5-ჯერ თქვი უარი გამოსვლაზე, დუმილის უფლება ავირჩიე, დღეს აუცილებლად გამოვალ და ვიტყვი, რაც მაქვს სათქმელი. მესამე, რას ველოდები? დღესაც ყველა მეკითხება მაგას. 50, იმიტომ მე ყველაფერი უნდა ვთქვა იქ. მithქვია უარი რომ მე შიგნით არ ვიყავი, იმიტომ რომ ეს მოხდა 4-ში, 9-მდე ვიყავი სახლში და არც არაფერი არ ჩამithვლია რომ მე იმ დღეს იქ რამე დავაშავე, ამიტომაც ძალიან ნორმალურად შევხვდი იმ დღეს, როდესაც მოგზავნდნენ ჩემთან. რატო შევედი? ეს იყო სუფთა, რო არ შევსულიყავი. ეს იყო მექანიკური ჩემი მოქმედება პროფესიონალიზმიდან გამომდინარე. ამ ეპიზოდზე სულ 15 პირი იყო ბრალდებული გასულ კვირას 8 მათგანი ბრალის აღიარების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლეს, ხოლო 7 მათგანი, რომელიც ამ წუთებში იმყოფება თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული სტატუსით, ისინი ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ არ აღიარებენ იმას, რაც მათ არ ჩაუდენიათ. შესაბამისად, სულ ცოტა ხანში გახდება საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი, თუ რა განაჩენს გამოიტანს მათ მიმართ მოსამართლე გიორგი გელაშვილი.